მოკლედ გრძელდება ჩვენი თემატიკა გაყიდულ საქართველოსთან, გაყიდულ სამშობლოსთან დაკავშირებით. დღეს ბატონი შალვა, ჩემი უფროსი მეგობარი, როგორც იცით და ასევე ქალბატონი დენიზა სუმბაძე, უფროს თაობას ნამდვილად არ ჭირდება მისი წარსდგენა, ერთ-ერთი ფუძემდებელი ეროვნული მოძრაობის, დღესდღეობით ალბათ უკანასკნელი მოჰიკანი ამ პერიოდის, ზვიადი გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი იმყოფებიან ბაზალეთის ტბაზე, რომელზეც ლეგენდის მიხედვით თურმე ოქროს აკვანი ირწევა და საქართველოს მომავალი მხსნელი იქ უნდა მოვლენოდა ჩვენს ქვეყანას. დღესდღეობით რა დღეში არის ბაზალეთის ტბა, რა ხდება ბაზალეთის ტბაზე, ვინ არიან ბაზალეთის ტბის ახალი მეპატრონეები, გვეტყვიან ეს ადამიანები დაგარჩენი ბატონო შალვა, ქალბატონო დენიზა გისმენთ. იაგო, თუ შესაძლებელია ცოტა ახლოს რომ მიიტანო კამერა, რომ ხმა ისმოდეს კარგად. ქალბატონო დენიზა, თქვენ აქ ბრძანდებით. მე არავითარი უფლება არ მაქვს, რომ ვილაპარაკო. თქვენ თქვით, რომ ახლა მე ჯერ უბრალოდ 4 საათ ნახევარი ვიყავით საცობში. თორე ჩვენ პირველის ნახევარზე გამოვედით. სიმნელია სიმნელეში ზო გააკეთეთ. ესეთი რამე არ მომხდარა. ხო და რაც არის ასეთი მის არ მახსოვს. ქალბატონო დენიზა, აი უმორჩილესად გთხოვთ, აი ძალიან მოკლედ. რა იყო აქ სიტუაციაში პატრიარქის ჩართულობა როგორ იყო, როგორ ცდილობდა რომ არ გაყიდულიყო, მაინც რო გაყიდა შევარდაძე და შემდეგ ცალკე აქ რო ებრაელი ვაჩვენებთ ამ ტერიტორიას ებრაელის დაღიცას და შემდეგ გრიგოლა კარსაც ვაჩვენებთ, სადაც თურქები როგორც იყო, რასაც აპირებდნენ თქვენ ისაუბრეთ გისმენთ ძალიან ბევრი ადამიანები. კი ბატონო. ღრმად ჩახედული ვარ მაგ საქმეში. უკვე უღია ეთერში ხარ. კი ბატონო. ეს მივესალმოთ ესე იგი ბატონ ერმილეს ხო? ამ მანძილზე ამ მანძილზე. ბატონო ერმილე, დიდი სიამოვნებით მეორედ გესაუბრებით მე თქვენ ტელეფონით, სატელეფონო შესაძლებლობით და სატელევიზიო შესაძლებლობით. ბატონი შალვა მაღრაძის და ბატონი მისი მეგობრის ბატონი იაგოს შუამდგომლობით და ჩვენი პირველი საუბარი იყო იმ ოთახში, სადაც ჩემი უახლოესი მეგობრები ძალიან ხშირად იყვნენ და ჩვენი დისკუსიები ზოგჯერ ღამის თევამდე მიდიოდა. ასე მზადდებოდა საქართველოს ეროვნული მოძრაობა. უნდა გითხრათ, მე ვარ ის გამონაკლისი ადამიანი, რომელიც არ უჭერდი მხარს ეროვნულ მოძრაობას, არა იმიტომ, რომ მე საქართველოს დამოუკიდებლობა არ მინდოდა, არამედ ვერ ხედავდი მსოფლიოში იმ ძალას, იმ გარემოებას, რომ ეს გაამართლებდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთგვარად ბუნდოვანი იყო ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის რა ხდებოდა, უნდა გითხრათ. და შემდეგ მე აღმოვაჩინე, რომ მიყავი მართალი და სამწუხაროდ ჩვენი ვაჟკაცები, ჩემი უახლოესი მეგობრები, როდესაც უკვე გამარჯვებულები დაბრუნდნენ, ასე ვთქვათ, დაშლილი საბჭოთა კავშირიდან საქართველო აქციეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მსოფლიოს ახალი წესრიგი გამზადებული იყო იმისთვის, რომ ჩვენი ლიდერები დაეხოცა და შემოეყვანა თავისი საკუთარი აგენტი ამერიკის პრეზიდენტის უფროსი ბუშის, რომელიც დღეს მთელ პოლიტოლოგიაში არის ცნობილი. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი ტრაგედია. ეხლა აი ამ წუთში ეს დიდი რებით შემგვერდით ძანდებიან ეს ვაჟკაცები, ქართველი კაცები, საუკეთესო და გამონაკლისები ხშირად დღეს დგანან და მე მათი სურვილით ვდგევარ ბაზალეთის ტბის ნაპირზე და როგორც გიდი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ბაზალეთი, იმიტომ რომ უნდა გითხრათ, მე ბაზალეთზე ვარ გაზრდილი და ჩემი მამა დუშეთშია დაბადებული, აქვე სულ
კილომეტრში და შეიძლება ითქვას, რომ აქაურებად ვითლებით, მთიულებად და დუშეთი არის მთიულეთის ცენტრი. და უნდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი სიყვარული მქონდა ყოველთვის ბაზალეთის და როდესაც მე საზოგადოებრივ მოღვაწეობას შეუდექი, პირველ რიგში მოვინდომე, რომ დამეფუძნებინა იბერიის ღვთისმშობლის ხატის საქველმოქმედო საზოგადოება. ხოლო როდესაც ეს საზოგადოება დავაარსე, მერე უკვე მინდოდა დამეარსებინა ბაზალეთის ზონაში დიდი შემოქმედებითი კურორტი და შევიტანე მთავრობაში განცხადება, უნდა გითხრა, რომ აქ ყოფილიყო დიდი ეროვნული შემოქმედებითი კურორტი და დაესვენათ ჩვენს მამულში საკუთარ კურორტზე ამ წმინდა მიწაზე ბაზალეთის ტბის ნაპირებზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთისგან ჰქონდათ მიმადლებული ნიჭები და მათ ჰქონდათ აუცილებლობა და საჭიროება შემოქმედებითი დასვენებების. სამწუხაროდ ამ დროს მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ჩემი საზოგადოების ოფისი დამეფუძნებინა და ისე მიდიოდა პროცესები, მსოფლიოს პოლიტიკური პროცესები, რომ აქ იყო რაღაცა გარკვეული ნაწილი რუსული წარმომადგენლობა, ისინი სტოვებდნენ, სხვათა შორის ესეთი მომენტი იყო, სტოვებდნენ ბაზალეთის ნაპირს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავუფლებოდით ამ ნაპირს და იბერიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე შეგვექმნა აქ საქველმოქმედო მოძრაობა. და უნდა გითხრათ, რომ ჩემთვის იყო ძალიან დიდი ტრაგედია, როდესაც უცებ ამოვიკითხე, რომ ლესელიძის ქუჩაზე თბილისში, რომ ბაზალეთის ტბაზე შენდება თურქული უნივერსიტეტი. ესე იგი, სად იბერიის ღვთისმშობლის ხატის საზოგადოება და მისი ქველმოქმედებითი დიდი პროექტები და სად თურქეთის საუნივერსიტეტო ქალაქი. ფაქტიურად, ესე იგი, ჩვენი აზროვნება და ის მსოფლიოს ახალი წესრიგი, რომელსაც მოუძღოდა ბატონი ედვარდ შევარდნაძე, როგორც ცნობილია ამერიკის პრეზიდენტის ბატონი ბუშის პირადი აგენტი, ცადა მიწასავით იყო განსხვავებული და შევარდნაძემ დაიწყო გაყიდვა, თავისი მოღვაწეობა დაიწყო ბაზალეთის ტბის გაყიდვით. ის იცით რა, გარდა იმისა, რომ ის სწორი არ იყო თავისი ქვეყნის წინაშე, თავისი განათლებით და საერთოდ იმ სიტუაციით, რომელიც მან შექმნა, ქვეყანას ეწინააღმდეგებოდა, ჩვენ თვითმყოფადი და დამოუკიდებელი საქართველო გვინდოდა და მან ესე იგი შემოგვაფეთა და ჩვენი ქვეყანა კოლონია გახადა, რაღაცა საიდუმლო და გაუგებარი მას ჩვენთვის კადრი დაასწორეთ, კადრი. მსოფლიოს საიდუმლო მთავრობის და სხვათა შორის ეს სტრუქტურები, რომელიც მან ჩაიგდო ხელში ეროვნული მოძრაობის ლიდერების გაძევებისა და დახოცვის შემდეგ, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მკვლელობის შემდეგ, როდესაც მან ჩაიგდო მათი მოპოვებული დამოუკიდებელი საქართველოს ინსტრუმენტი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ინსტრუმენტი მართვის, თვითონ შეითავსა აგრეთვე ის უშიშროების მინისტრობა და შინაგან საქმეთა მინისტრობა, ანუ მთელი ის სტრუქტურები, რომელიცაც ის პირადად ფლობდა, დაუბორჩილა მსოფლიოს საიდუმლო მთავრობას. და დღესაც საქართველო იმართება მსოფლიოს საიდუმლოს მთავრობის მიერ, სწორედ იმ მექანიზმით, რომელიც შექმნა ბატონმა შევარდნაძემ. და ის რომ მან გაყიდა პირველად, ესე იგი, ჯერ ერთი საქართველოს ტერიტორიას იმდენად არის იბერიის ღვთისმშობლის
წილხვედრილ ქვეყანაში არ შეიძლება რომ მიწების ყიდვა დაიწყო, ეს არ არის საბიზნესო ქვეყანა საქართველო არის და როგორც გიორგი მთაწმიდელი ამბობს, ეს არის ახალი საღმრთო ერი და ეს ხარისხი და სტატუსი შევარდნაძე არ ძის ცნობიერებისთვის უცნობი იყო. ის არ ფლობდა საქართველოს ფენომენს და მისი გადაწყვეტილება რომ გაეყიდა ქართული მიწები დაიწყო ოქროს აკვანი მოეწონა რომ იმიტომ რომ ბაზალეთის ტბა ეს მითოლოგიურ რელიგიური წმინდა ადგილია. ეს არის ფაქტიურად მითოლოგიური სამოთხე ჩვენი ქართული ეროვნული ცნობიერებით, რომელსაც ძალიან დიდი განმარტება გაუკეთა მის პოეზიაში ქართველი ერის დიდმა მოძღვარმა და მარადიულმა მოძღვარმა ილია ჭავჭავაძემ. ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო და მის გარშემო წყლის ქვეშე უცხო წალკოტი ყვავისო. ეს უცხო წალკოტი იყო ფაქტიურად ქართული ცნობიერების მიერ აღმოჩენილი სამოთხე, ესე იგი წმინდა ადგილი, სადაც ამ აკვანს თავისი მესიანისტური ფუნქცია ჰქონდა ქართელი ერის ცნობიერებაში და მიაჩნდათ რომ ეს იყო სიმბოლიური აკვანი იმ ადამიანის დაბადებისა, რომელსაც ძალიან მაღალი რანგის პატრონობა უნდა გაეწია თავისი ერისთვის უმაღლესი და შემდეგ სწორედ ქართულმა ცნობიერებამ ამ აკვანთან დააკავშირა აგრეთვე თამარ მეფის ოქროს ხანა და მიდიოდა ეს იყო სალოცავი ჩვენი მანამდე უძველესი ეს იყო იდეალური სამოთხე რომელსაც ქართელი ხალხი დღესაც ეთაყვანება და ეს რელიგიური წმინდა ადგილი, რომელსაც საუკუნეები კი არა ათასწლეულები აკავშირებს ჩვენ ერს ამ ოქროს აკვანთან, კი არ უნდა გაიყიდოს, შეიძლება მოვიდეს სალოცავად ჩვენ ნაპირებზე უცხოელები ილოცონ და შემდეგ ჩვენი ძვირფასი მასპინძლობით დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში. მაგრამ ის რაც შევარდნაძემ გააკეთა, რომ სიმბოლო ეს ოქროს აკვანი საქართველოს და ქართელი ერის მომავლისა, სიმბოლო რომ ეს იყო იმ მესიანისტური მომავლის, ის გაყიდა და ჩააბარა უცხოელებს, ეს ნიშნავდა სამარცხვინო ღალატს ქართელი ერის წარმომადგენლისას და ამის შემდეგ ის აღარ ითვლება რომ ქართელი კაცია, ჩვენ მას აღარ ავცნობთ ქართველად და ეს იყო დიდი სირცხვილი ქართველი ხალხისათვის, რაც მან ჩაიდინა და ამით არ დამთავრებულა, ეხლა გაგრძელდა უკვე ამ ბაზალეთის ტბის ნაპირებით, თითქოს ეს იყოს ბიზნესის საგანი. ეს ისევე არ შეიძლება ბაზალეთის ტბის გაყიდვა და იმ ოქროს აკვნის, როგორც არ შეიძლება სვეტიცხოველი გავყიდოთ. ეს როგორ შეიძლება გენაცვალე და არც მსოფლიოს განათლება რელიგიური, არც პოლიტიკური აზროვნება დღევანდელი, რომელსაც ძალიან აკლია განსხვავება მორალსა და ამორალიზმს შორის და ის ჩვენთვის ქართველი ხალხისთვის მიუღებელია და მიგვაჩნია რომ საქართველო არის ზნეობრიობის ქვეყანა. საქართველოს რუსეთის ინტელიგენცია აღმოჩნდა გენიალური იმ თვალსაზრისით, რომ მან გააცნობიერა ქართველი ერი და რუსეთის ინტელიგენციამ საქართველოს დაარქვა ქვეყანა, საიდანაც ამოდის ზნეობრივი მზე. აი ეს უნდა გახდეს მსოფლიოს სამასწავლებლო განმარტება და ყველამ უნდა იცოდეს, როდესაც საქართველოსთან ექნება საქმე, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, საიდანაც ზნეობრივი მზე ამოდის და ის ზნეობრივი ტრადიციები, რომლებიც შექმნა
პარტნიორმა ის უნდა იყოს ნიმუში და გაკვეთილი მთელი მსოფლიოსათვის და არა ის წმინდა წერილი, სადაც ღმერთი ასწავლის თავის ერთს, რომ მე თქვენო დაგაპრობინებთო ყველა ქვეყანას და ყველა ხალხსო იმ ქონებას, რომელიც იმ ხალხმა შექმნა, მე თქვენ გაჩუქებთო და ისინი გაყარეთ და ამოხოცეთო. ეს როგორ შეიძლება? ეს არ არის მორალი. კარგით, ეს არ შეიძლება. რომელ ქვეყნებ, აი რომელ ერებზე იყო გაყიდული მაგაზებილა, რომელ ქვეყნებზე გაიყიდა, თქვენგან როგორც ვიცით, ნაწილი ახლა ვაჩვენებ ისრაელს მიიყიდა, ნაწილი თურქებს, ხო სწორია? მაგით ხიდა მე ვაჩვენებ და მე იქეთ წავიდეთ მეორე ლოკაციაზე. პირველ რიგში შევარდნაძემ გაყიდა ბაზალეთის ტბის ნაპირი თურქებზე 99 წლით და ძალიან დიდი განგარში გამოიწვია ამან, უნდა გითხრათ. და პირველად უნდა გითხრათ, რადგან მე ბაზალეთში ვარ გაზრდილი და ლესელიძის ქუჩაზე დავინახე განცხადება, რომ თურქებმა იყიდეს ბაზალეთის ნაპირი საუნივერსიტეტო ქალაქის ასაშენებლად. მაშინვე მივარდი საქართველოს სულიერ მამასთან და მივართვით ჩემი განცხადება, რომ ეს დაუშვებელია უწმინდესო და გთხოვთ, რომ შეაჩეროთ ეს გაყიდვა. უწმინდესი ძალიან შეწუხდა, უნდა გითხრა. მაშინვე გაიზიარა ჩემი წუხილი, უნდა გითხრათ, რომ ჩემთვის ეს ტრაგედია იყო, ეროვნული ტრაგედია იყო. დიდი გარდა იმისა, რომ იყო დიდი შეცდომა თვითონ იმ შევარდნაძეს. როგორ შეიძლება შენი წმინდა ადგილი გაყიდო, სადაც შეცდომა კი დანაშაული იყო. რასაკვირა შეცდომა, რომელსაც რასაკვირველია 100%-ით მართალი ბრძანდებით. ეს იყო ერის წინაშე უდიდესი დანაშაული, გარდა იმისა, რომ ეს იყო უმეცრება სუფთა რელიგიური და მორალური. და როდესაც უწმინდესი შემპირდა, რომ მე ყველაფერს გავაკეთებო, რომ ეს შეჩერდესო და პასუხის გასაგებად მივედი, თავისი თანაშემწის პირით შემომითვალა, რომ ძალიან მწუხვარო, მაგრამ ჩემი ზალღონე არ ეყო ამ გაყიდვისო შეჩერებას. პატრიარქი ძალიან მწუხდა. დენის არის სრული პროფესორი. უკვე წლების მანძილზეა. ეს არ გითქვია. ეხლა გენაცვალეთ გადავიღებთ იმ ტერიტორიის დასს, რომელიც ახლა ამ წუთას რა, ებრაელებზეა გაყიდული და გადავალთ შემდეგ ლოკაციაზე, რომელიც თურქების არის და არაბებიც იქვე აშენებენ. ეს ზუსტად ეს კომპანია რო არის, რაზეც საუბარი იყო, York Holding ესე გრუპი, აი იქაც მივად. ხალბატონიესა ცოტა ხანი დაიჭე, მოდი გადავიღოთ ახლა ის ადგილი, სადაც გაყიდულია. არა, ბევრი სასაუბრო თქვენ ხშირად გეხდებათ ბატონ ერმილესთან ლაივები და ყველაფერს და ახლა გადავიღოთ ის ადგილი, რომელიც ებრაელებს ეკუთვნის და გადავიდეთ. შემდეგ უკვე მოგვადგა სუსი, რო იცოდე და წავიდა, მოვიდა წავიდა. აი წამო ერთი და გადავალ. მივდივართ ახლა იმ ტერიტორიაზე უთხარის, რომელიც გაყიდულია პირდაპირ რა. ეს არის აჩვენე, ეს არის ებრაელების, აი ეს. ხო, აი ეხლა სადაც მივდივართ. ბატონო ერმილე, ეს არის ებრაელების მიერ შესყიდული ტერიტორია. აი ეს გადაღობილი ეხლა სადაც არის. დააკვირდით რისი თქვა მინდა, ჩვენ ახლა ვართ ბაზალეთის ტბის წინ დგევართ. ეს გზა ვიდრე გადაიღო და მთლიანად წრეს არ ტყავდა ამ ტბას. ამათ რომ შეისყიდეს ჩვენი ინფორმაციით, ხო? გადაღობეს ეს გზა და ფაქტობრივად იქ გასასვლელი უკვე აღარ არის. ანუ ადგილობრივი იქნება თუ ჩამოსული სტუმარი ამ გზით ვეღარ ისარგებლებს რა. ჩაკეტილია, გადაჭრილია გზა და რაღაც რამდენიმე მეტრია მხოლოდ დარჩენილი ნეიტრალური ზონა, ეგრეთ წოდებული, სადაც შეუძლია ადგილობრივსაც და კი ბატონო სტუმარსაც ჩამოსვლა და დასვენება. მხოლოდ ეს არის. ანუ ძალიან ლოკალიზებულია, ძალიან შემცირებულ მასშტაბებშია. დანარჩენი კიდე აი რასაც ვამბობთ ახლა, აი მთლიანად ეს ტერიტორია, მე მივდივარ ახლა ამ ტერიტორიისგან, ფაქტობრივად ეკუთვნის ამ ებრაულ, ასე ვთქვათ, კერძო მფლობელს, ებრაელ კერძო მფლობელს. აი 200 მეტრია სიგრძეში. ხო, აი შიგნით ახლა
ხარო გამიღანდა ბევრი არ ჩან შეიძლება რამე მაგრამ აი დააკვირდით აი თუ რაღაც ჩანს აი ეს შედის მთლიანად ამ ალაყაფის იქეთ სულ ამათი ტერიტორია, კერძო ტერიტორია, გაწვილი ვერ შევა, ვერ გაჭაჭუნდება ვერა. ფაქტობრივად ესეა და აი ეს მოჩამულება გვაქვს სამწუთად. ეს ებრაელებზე არის გაყიდული, ხო? ებრაელებზეა გაყიდული. რასაც ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ კითხვებით და ის რომ ეს გზა არის გადაკეტილი, რომელიც წრეს არ წმინდა ამ ბაზალეთის ტბას, მე ფაქტობრივად ებრაელებს ეკუთვნით. ეხლა იგივე არის, რომ იერუსალიმში ქართველმა იყიდოს იერუსალიმის ცენტრი. ასე რომ ვთქვი. ძალიან მიგნებული შედარებაა და ფაქტობრივად ესე გამოდის რა. და ეხლა ჩვენ გადავადგილდებით ახლა იქეთ ტერიტორიაზე, აბა რამდენად მოახერხებთ, სადაც გრიგოლანს კარი ქვია. სადღაც ხო დაგხვდება ერთად ალბათ 10 წუთი რომ მივიდეთ იქამდე. მოდი ლაივ ნუგავთ. შემოატრიალე კამერა, იმიტომ რომ მე ხელახლა ჩართვა არ მოგვიწიოს, ხო და გავაგრძელოთ თან გზაში საუბარი. გამეთიშება მე და არ ჯობია ეს ხელახლა ჩავთოთ. არა პრობლემა პრინციპში. ჩალვა რა არის, თი ჩართვა ერთია, მაგრამ ხალხი ვინც უყურებს, მე ისინი შეიძლება ვეღარ ნახონ და ამიტომ კამერა თუ არის შემოატრიალოთ. კაი, წავედით მაშინ პირდაპირ, წავედით. არა, პრობლემა იაგო, მიეცი შალვას, უბრალოდ ტელეფონია. კი და რა ვიცი, ბოდიში მინდა მოუხადოთ, აი თქვენ მაყურებლებს, რომ ესე გამოიწვია სიტუაცია. ერმილე, ქალბატონ დენიზას ხო არ მივაწოდო ტელეფონი, სანამ გზაზე მივდივართ, რომ ისაუბროთ. კი ბატონო, კამერა იაგომ შემოატრიალოს, მიაწოდეთ და გავაგრძელებთ საუბარს თუ კი იქნება. ხომარა, ვერ ასე მანქანით არ გამოვა. იმიტომ წინ ხო არ და ჩვენ ორი მანქანით ვართ ახლა ჩამოსული. კამერა შემოატრიალოს და ერთ-ერთმა დაიკავეთ და გზაში გავაგრძელოთ საუბარი. რა უნდა ვილაპარაკო აქ, როდესაც ქალი არის აჩევიდეცი რაც ხდება. ბატონო სალვა, მოხდება მაგ დრო ქალბატონ დენიზასთან გვექნება ჩვენ საუბარი დამშვიდებულად დაწყნარებულ სიტუაციაში. მე მინდა უთხრა ჩემ აუდიტორიას ქალბატონ დენიზასთან, რომელიც არის მემატიანე საქართველოს უახლესი ისტორიის, ეროვნული მოძრაობის, არამარტო მოძრაობის, საპატრიარქოს ცხოვრების, ქართული ერის სულიერის ნეობრივი ცხოვრების არის განათლებული ადამიანი, არის ასევე თხემით ტერფამდე პატრიოტი ადამიანი, ძალიან კარგად იცით რა ხდებოდა მაშინ, იმ 80-იან წლებში, 70-იან წლებში, 60-იან წლებში, შემდეგ 90-იან წლებში და რა ხდება დღესაც. ესა ნათელი გონების ზე განათლებული ადამიანი, რომელსაც შეუძლია ბრწყინვალედ აგვიხსნას და გავაგებიოს როგორც შიდა ქართული რეალობა, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, რომელმა პროცესებმაც აი საქართველოში როგორ ნახა ყველანაირი ასახვა. და ეხლა რასაც ხედავთ ჩვენ, ეს არის ზუსტად იმ სოფლიოს უზარმაზარი, ასე რომ ვთქვათ, იდეოლოგიური გლობალისტური ძალის მიერ საქართველოში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგი, სადაც იყო მოთხოვნა თორებული ჯვარდამსახურდიას მიმართებაში, რომ სამი მოთხოვნა შესრულებულიყო, ეგრეთ წოდებული პრივატიზაცია, პირველი საკითხი იყო მიწის გაყიდვა, შემდეგ პრივატიზაცია საქართველოს ქარხნების, ფაბრიკების წარმოება და მესამე ამოღებულიყო პასპორტიდან ეროვნება და მამის სახელი. აი ამ სამ მოსახლეობიდან საქართველოს დაცლა ქართული მოსახლეობიდან უმთავრესი. Google ბუნებრივი პროცესი იქნებოდა, რადგან ცხონებულმა ჯვარდამსახურდიამ უთხრა, რომ ქართული მიწა ეს არ არის მარტო რესურსი, ეს არის საკრალური კუთვნილება ქართველი ერის, რომლის გაყიდვას არ შეიძლება, ამაში არის დაღვრილი ჩვენი წინაპრების სიკვდილი და მისი გაყიდვის უფლება არავის არ გააჩნია. რაც შეეხება ქარხნებს და ფაბრიკებს, ეს არის ქართველი ხალხის შრომით აშენებული და არ შეიძლება მისი ეგრეთ წოდებული პრივატიზაცია, რომელიც შემდეგ მოხდა დაშლა განადგურება, იმიტომ რომ ხალხს თავისი წილი ეკუთვნით. რაც შეეხება ეროვნებას და რაც შეეხება მამის სახელს, ეროვნება და მამის სახელი არ აქვს ცხოველს.
ნუ მოკლედ ისა რა ქვია მომისმინე ერბილები რა აქ სადაც ჩვენ ამ ლოკაციაზე სადაც ვიყავით აქ ქალბატონ დეიზას პატრიარქიც ყავდა ჩამოყვანილი გამიგერძახი და შემდეგ პატრიარქმა უთხრა შეგიძლია შეეკითხო გიპასუხებს რომ ამ წუთასო ამ სიტუაცია ჩემი ძალები არ აღემეტება ამას რო წინ აღვიდგეო გამიგე რადონეზე არიან ეს შევარდნაძე რადონეზე აი ესე იგი ჩვენ ჩოულებრივად ეს ხალხი რაც მოვიდა შავარდნაძის შემდეგაც ეს ყველა რომ მოყვება და მოყვება ჩვენ საქართველოს ერთადერთად უყურებენ როგორც ია ძალიან სარფიანად გასაღით ტერიტორიას ჩვენ აღვიქავენ განაქართველებს არა იაფ სამუშაო ძალას რა ვიცი თავიანთი სამომავლო ბიზნეს გეგმების რაღაც აუცილებელ ატრიბუტებად და მე როდესაც მაგი თქვი ლაივში რომ მე არ გამიკვირდება რომ ჩვეულებრივად რო შემოვლიან ესენი უფრო მეტად რომ გაძლიერდებიან ჩვეულებრივად ნადირის ტყავები გადაგვაცვან ტყეში გავყარონ და ჩვენზე ინადირონ პირველი ღამის უფლება შემეიღონ და გლადიატორულ ომებშიც ბრძოლებშიც მიგვაღებიონ მონაწილეობა მე ამას არ ვამლაშებ ესენი ყველაფერზე წამსვლელი არიან ჩვენ ახლა რომ საუბრობდით მოგვადგა სუსის მანქანა უნომრო მანქანა გვიყურა როდესაც საუბრობდით მე რო შეატყო ჩვენ დიდად ყურადღება არ მივაქცია და სიცილკისკისი გავაგზელეთ შეტრიალდა და წავიდა ასე რომ ყველანაირ იმაზე რო იცოდეთ იქ ახლა რომ მივად ახლა გრიგოლ-ატკაში რა ხდება თურქების ხო არის ნაყიდი მიოემხარე მაგრამ იქვე არის უკვე არაბული კომპანია York ჯერჯი York ვერ გავიგე holding group-ი რომელიც აშენებს იქ უკვე არაბულ დასახლებას და ახლა იქ მივდივართ უბრალოდ ერთადერთი აი ყველაზე დიდი მინუსი და ბოდის ჩვენი ბრალი არ არის ალბათ თბილისელები მიხვდებოდნენ მასეთ საცობში მე არ მდგარ ვარ ჯერ ერმილე ესე იგი პირველის ნახევარზე წამოვედი და ექვსზე ჩამოვედით 1 საათიანი გზა იყო რა მოცემულობაც აქვს ის მოცემულობა გვაქვს კაცო და ეხლა თუ ვინმეს შემდეგ დამატებით აინტერესებს შეუძლია საჯარო რეესტრიდან ამოიღოს მონაცემები თავისივე თვალით იხილოს თავისივე იმით რა ქვია ასე რომ ვთქვა თვალებით და ყურებით დაამოწმოს ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე უკვე შემდეგ შეიძლება დარწმუნდეს იმაში თუ მანდ-მაინც ვიზუალიზაცია ჭირდება ვინმეს ცოტა ხარვეზები არის, ვნახოთ თუ კი ხარვეზები არ გასწორდა, ბატონო შალვა, ხელახლა შემობრძანდით ლაივში და გავაგრძელებთ ჩვენ ამ ყველაფერს, იმედია იქ სატელეფონო კავშირი იქნება. აი ესე არის შემოკარგებო ახლა, ამათ აინტერესებდათ მთავარი ამბავი ის რომ იყო თუ არა იქ რაღაცა ძალა ჩასული, დაზვერეს, გადახედეს, გადმოხედეს ტერიტორიებს, მიხვდნენ რომ არ იყო იქ ჩასული 100, 200, 300 ადამიანი, იყო ჩასული დაახლოებით 5 ადამიანი, რომელსაც მათ შორის ერთი ხცოვანი ქალბატონი და ამიტომ აქედან გამომდინარე ძაღლი ყებს და ქარავანი მიდისო. ერთადერთ რამეს, რასაც ესენი პატივს სცემენ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ძალა და თუ კი ძალას ამათ არ დაანახებ, ისინი უკან არასდროს არ დაიხევენ. ესენი არიან ჩვეულებრივად უფრო ქვეყნის კოლონიზატორები და ადგილობრივი მოღალატეები. შალვა, თუ გესმის ჩემი ხმა, მინდა გითხრა რომ შენი ხმა არ ესმის, კადრი გაჭედილია და ნახოთ თუ გამოსწორდება კავშირი, გამოსწორდება თუ არ გამოსწორდება და ხელახლა სცადეთ შემოსვლა იგივე მითითებულ ლინკზე და ვნახოთ აბა როგორ იქნება. ერთი წამით მოგაშორებთ და ვნახოთ აბა ბოდიში ჩემ აუდიტორიასთან ხედავთ რომ ტექნიკური ხარვეზები არის ადგილზე მე დაურეკავ ახლა ბატონ შალვას და ვეტყვი თუ როგორ უნდა მოიქცეს რომ ხელახლა შემოვიდეს დაველოდოთ იმედია მოგვიხერხდება რაც შეეხება ქალბატონ დენიზასთან საუბარს და ქალბატონ დენიზასთან დიალოგს მინდა გითხრათ რომ
გეგმაში ქალბატონ დენიზასთან ერთად გავაკეთოთ როგორც ვიდეო ლაივები, ასევე მოკლე შედარებით მოკლე ვიდეო ისტორიები, რომელიც რა თქმა უნდა დაიდება გვერდზე. მინდა ყველას უღრმესი მადლობა მოგახსენოთ ჩემი არხის გამოწერისთვის. უკვე 50000 გადავწდით. ყოველ შემთხვევაში ძირითადში ჩვენ ყველა თანამოაზრეები ვართ და აქედან გამომდინარე რათაც მეტი მოვიკრიბებით, რომ მომავალში ჯერ თანამოაზრეებმა ვნახოთ ერთმანეთი და შემდეგ ვაჩვენოთ ძალა ამ ყველაფერს. ნახოთ როგორი იქნება. შალვა, შენი კავშირი ძალიან უხეში იყო, გაწყდა და ამიტომ გასული ხარ ლაივიდან, ასე რომ ვთქვათ რა. და როდესაც მიხვალთ ადგილზე, თუ კავშირი იქნება მყარი და კარგი, უკვე გამოგზავნილი ლინკი რაც ამაქვს მაგ, რომლითაც მოახერხე შემოსვლა, ხელახლა დააჭირე ხელი და სისტემა შემოგიყვანს ისევ ინტერნეტში და გავაგრძელებთ ლაივს. აი ამაში არის საქმე ჩემო-კარგებო, სამწუხარო არის ის ამბავი, რომ პირველ რიგში აი ქალბატონმა დენიზამ ძალიან კარგად ახსნა და მარტივ გასაგებენაზე ახსნა ყველაფერი, თუ რატო ხდებოდა ეს ყველაფერი, თუ რატო ხდება დღესაც ეს ყველაფერი და რა მიზანი აქვს და რა მიზეზი აქვს საქართველოს მიმართ და ქართველების მიმართ, აი გლობალისტურ ძალების თუ სხვა დამპყრობლებს საქართველო არის სულიერების აკვანი, ზნეობის აკვანი, არ მჭირდება ეხლა მე ვიღაცა ცინიკოსების წერა თუ როგორი გათახსირებული არის ხალხი, ნაწილი რა თქმა უნდა, ამაზე იმუშავეს, შესაბამისი შედეგიც არის დადებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველმა ერმა თავისი სულიერი მისია დაკარგა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ქართველობა გადავგვარდით და ყველა ქართველი მზადავართ მამულის მიწა გავყიდოთ. ყველა ქართველი მზადა საქართველოში ქრისტიანული ღირებულებები, ჩვენი ტრადიციები და ეს ყველაფერი იქნას ჩანაცვლებული რაღაცა ადამიანის უფლებებით და LGBT უფლებებით და ქალთა უფლებებით და რაღაც. ამიტომ გვიწევს ბრძოლა, ეს ბრძოლა დიდი ხანია დაწყებულია. ეს ბრძოლა დიდი ხანია დაწყებულია ქართველი ერის მიმართ. რომლის მიზანიც არის საბოლოო ჯამში ქართველი ერის განადგურება საქართველოში, დატოვება ძალიან მცირე ნაწილის, დაახლოებით 250,000 ადამიანის დატოვება, რომელი ადამიანებიც იქნებიან სერვისის ერი, რომლებიც შეუწვავენ მწვადებს, მოუხარშავენ ხინკალს და იქნებიან უუფლებო საკუთარ სამშობლოში უუფლებო მასა, რომელ მასასაც არაფრის თავი არ ექნება, ხო? აი ესეთი დამოკიდებულება არის. ახლა ამას დაარქმევენ ინვესტიციას, სამშობლოს ღალატს დაარქმევენ ინვესტიციას, ამ ყველაფერს დაარქმევენ ინვესტიციის შედეგად გამოღებულ კეთილ დღეობას, იმიტომ რომ ფული იშოვება ქვეყანაში. აი შემდეგ დაცლილ საქართველოს იმით გაამართლებენ, რომ სხვაგან მეტი მაღალი ხელფასებიაო და ქართველი ხალხი თურმე მარტო ხელფასების და სიმდიდრეს დახამებული არის და გაქცეული არის აი ამის გამო თურმე საქართველოსდან და ესე იქნება ეს ყველაფერი ჩემო-კარგებო. ამაში არის საქმე. აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ ფხიზლად, თუ ჩვენ გვინდა გადარჩენა, თუ ჩვენ გვაქვს სურვილი იმის, რომ ერი როგორც ამ სახელმწიფოს წარმომქმნელი ერი, ქართველი ერი გადარჩეს და სახელმწიფო როგორც ასეთი თავისი ტერიტორიებით და თავისი ისტორიული საზღვრებით, დღეს რა თქმა უნდა შემცირებული არის, მაგრამ კიდე არ შემცირდეს და საერთოდ არ გაქრის. ხო. არ ვიცი, ჩემო ძმაო, ბიძინა ივანიშვილი, მე უკვე ამ ადამიანის სახელი ყურში რაღაც როგორც სატანის სახელი ისე მხვდება, ისევე როგორც ხდება მესმის შევარდნაძის სახელი, გვარი, აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი მაგას ახლა არქიფო ქვია, აბელი ქვია, პოლიერთი ქვია, თუ რა ვიცი, აბელი და ასე შემდეგ, ეს არ ვიცი, თვითონაც არ იცის, იმიტომ დღეს ესია, ხვალ ესია და 100-ია საჭირო ეს ყველაფერი და მე ვერაფერს ვერ გეტყვით, ჩემო-კარგებო, რა ქვია ბიძინა ივანიშვილის სახელი. მე ვიცი, რომ ეს ადამიანი არის ქართველი ერის მიმართ დაუძინებელი მტერი, ქართველი ერის ზიზღით შეპყრობილი, რომელსაც აქვს შესყიდული
როგორც ტერიტორია, ასე მონები ამ ტერიტორიაზე, რომელი მონებისთვის საუბარს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეროვნებას, ისტორიას, მამის სახელს ასე შემდეგ წარმომავლობას და თავარია კონდეთ ფული, დააკვირდით აბსოლუტურად ყველა ეს ხალხი არიან იმბეცილები, აბსოლუტური იმბეცილები არიან დაწყებული პრემიერ-მინისტრით, გაგრძელებული გომელაურით, ეს ის ხალხი არის, რომლებიც გუშინ ერთს ამბობდნენ, დღეს მეორეს ამბობენ და ხვალ და ზეგ რადიკალურად განსხვავებულ რაღაცას იტყვიან. აქედან გამომდინარე, მან შექმნა ასეთი მართვის სისტემა. თქვენ მე მაჩვენეთ ქართულ ოცნებაში ერთი მოაზროვნე და პატრიოტი ადამიანი. მოაზროვნე და პატრიოტი ადამიანი. არა პირიქით მას სჭირდება ისეთი ადამიანები, რომელი ადამიანებიც არიან მონური მორჩილებით დაქვემდებარებული ადამიანები, რომელთათვისაც დილა იწყება ბიძინაზე ლოცვით და საღამო მთავრდება ბიძინაზე ლოცვით, რომელთაც არანაირი ავტორიტეტი რეალურად აი იმ სპორტსმენებსაც კი რომლებიც ქართულ მოუწნებამ შეიყვანა პარლამენტში. მიუხედავად იმისა, როგორც სპორტსმენებს ჰქონდათ ერის სიყვარული და ჰქონდათ ერის პატივისცემა, მას შემდეგ რაც მათ გადადგეს ის ნაბიჯი, რა ნაბიჯიც ქვია გაქოცებას, მათ მიიღეს ჩვეულებრივად ის დამოკიდებულება ქართველი ერიდან, რომელიც მიიღეს და აბსოლუტურად დამსახურებულად მიიღეს, იმიტომ რომ როდესაც შენ დადგები იმ გზაზე, რასაც ქვია პოლიტიკოსობა, თან ხელისუფლების მომხრე პარტია გახდები და იქნები, ნუ ძალა პიროვნება გახდები, მიიღებ შენ აბსოლუტურად ყველა იმ დამოკიდებულებას და შენ უნდა გაიზიარო ის პასუხისმგებლობა საკუთარი ერის და საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომელი ერის და ქვეყნის პარლამენტარობას და ჩინოვნიკობას გულისხმობს. ამიტომ აქედან გამომდინარე ქართულმა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ შექმნეს თავიანთი ესე რომ ვთქვათ, იყო ბატონიშალვა ეთერში, ეხლა სხვა მდებარეობაზე, ადგილმდებარეობაზე არიან წასულები და იქნებიან შემოგვიერთდებიან, თუ კი მოხერხდება ტექნიკურად ამის საშუალება და იქნება კავშირი. ნუ დაახლოებით ეს ხალხი წარმოადგენს ქვეყანაში დაახლოებით 15%-ს, რომლებიც ეგრეთ წოდებული საშუალო ფენა, რომელიც არის პოლიტიკური მონა. საერთოდ საშუალო ფენაზე ნებისმიერ სოციუმში საშუალო ფენა წარმოადგენს ყველაზე მეტ სისტემისთვის, რომელიც სისტემაც მართავს იმ ქვეყანას, ყველაზე მეტი ასე რომ ვთქვათ, გაწვრთნილი და დრესირებული სოციუმის ფენა, რომელსაც აწყობს ის, რაც ხდება და არანაირი ცვლილებები არ უნდა. ამიტომ ძირითადი ცვლილებებს ქვეყანაში ახდენს აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული სოციალური ფენა. ეს ან ძირითადში ღარიბები, რევოლუციებს და ცვლილებებს ვამბობ, ან ძალიან მდიდარი ადამიანები, რომლებსაც აქვთ მათთან, ესე რომ ვთქვათ, მათი სურვილის შესახებ უნდათ მოაწყონ ქვეყნის სიტუაცია. ამიტომ ფულიანი ადამიანები საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა თუ მისი მონა არ არის და მისი შნირი არ არის და მას დაქვემდებარებული არ არის, პრაქტიკულად არ დატოვა, თუნდაც იმ 2006-7 წლის პერიოდი, როდესაც ბადრი პატარკაციშვილი არსებობდა ესეთი ფულიანი და ვერავინ ვერ დაუკარგავს ბადრის, რომ მისი სამშობლო უყვარდა. ქალბატონო ბატონიშალვასთვის მიწერილია ყველაფერი და როდესაც მივლიან ადგილზე, შეეცდებიან რომ დამიკავშირდნენ. თუ მოგვიხერხდება და თუ ვერ მოგვიხერხდება, მაგასაც გაგვაგებიებენ. ამიტომ მე ვსაუბრობ იმისთვის, რომ ეს პერიოდის ეს ვაკუუმი, ეს სივრცე, ეს წვეტა შევავსო. ვსაუბრობ საკითხებთან დაკავშირებით, რომელშიც იმყოფება საქართველო. და რაც შეეხება გაჭირვებულების მიმართ და ღარიბი ადამიანების მიმართ, ბიძინა ივანიშვილს აქვს შემდეგი დამოკიდებულება, რომ ისინი არიან ნაცები, რომ ისინი არიან გაბოროტებული ხალხი, ისინი ამ გაბოროტებულიდან და ამ განაცობიდან ვერ ხედავენ ქვეყანაში კარგ ცვლილებებს, ერთადერთი კეთილი კაცი არის ამ ქვეყანაში არის კეთილი ბიძინა, ამ მონების ეს საერთოდ ბიზნესმენ ადამიანებს, ფულიან ადამიანებს ფსიქოპატიზმის სისხლში აქვთ.
ჩვევიათ ესეთი რაღაცეები, მასების მართლობა. დიახ, იყო და ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ. ნუ ამდენი დებილის ფონზე საკუთარი თავი ძალიან ჭკვიანად და კეთილად მიაჩნია, ნუ ახლა გომელაურის და ახლა არ ვიცი მე ამ ჩიჩილაკას პიროვნებებზე რო ვთქვათ, რომელიც ერთი თავისთავად სულთანის ძაღლი იყო და რასაც ეთყო და იმაში ასრულებდა, რაც შეეხება მეორეს ადამიანი, რომელიც თავისი ქუჩაში რო დარჩეს მარტო სამსახურის გარეშე, ძმაკაცი იმას არ აყავს, მეგობარი იმას არ აყავს, ქუჩაში გასვლა იმას არ შეუძლია დამოუკიდებლად, არაფერი უბიოგრაფიო პიროვნება არის. ყველაფერი ფეხებზე კიდია ის ყურმოჭრილი მონასავით, ერთგული ძაღლივით ასრულებს ყველაფერს, რასაც ბიძინა ეტყვის, ამათ ფონზე ბიძინა არის წმინდანიც, ამათ ფონზე ბიძინა ივანიშვილი არის ასევე რა ვიცი, კეთილი კაციც და თავისი თავი აქვს წარმოჩენილი აი ესეთ იდეალურ პიროვნებად. ქვეყანა განიცდის კიდე უნდა შემოევლოს საქართველოს ნაცების და ქოცების კოჰაბიტაციას თუ კოლაბორაციას და ასე შემდეგ. რეგავ ახლა ბატონ შალვასთან და რა ხდება ბატონ შალვა? ხომ მშვიდობა? კაი, ლაივში ვარ, ბატონო შალვა ხმა არის. ხო, ანუ გასაგებია, გასაგები არის, რომ აქ გაყიდულია. დიახ. შალვა, მიდი ხართ თქვენ ლოკაციაზე, მაგაზე მე დაგირეკა. ვეღარ? ხო, გასაგები. კარგი, ესე იგი ვერ ხერხდება, ვერ. კარგი, გავიგე. კარგი. გასაგები. კაი ძმაო. კარგი. გავიგე. კარგი შალვა. კარგი, დაგიკავშირდები მოგვიანებით. მოკლედ ვერ ხერხდება ახალ ლოკაციაზე ბატონი შალვას და იაგოს და ქალბატონი დენიზას მებრძანება, არსებობს იქ რიგი მიზეზები, სუსი აწრიალდა, დაწრიალდა. აი ამას ჩემოკარგებო, როდესაც გეუბნებით, რომ ამათ იქნება თავიანთი სამფლობელოები, რომელიც სამფლობელოებიც იქნება შემდეგ დაცული კერძო დაცვებით, კერძო სამხედრო კომპანიებით, რომელი კომპანიებიც შემდეგ იმ ტერიტორიაზე არავის არ გააკარებენ. გამოხდნენ იქ უშიშროების ხალხი, მოვიდნენ, დაადგნენ, შექმნეს პრობლემები, ახლა იქ საუმბრად არაა ხალხი წასული. საპატივცემულო ასაკში ყოფი ადამიანები არიან. ქალბატონი დენისა არის 86 წლის ქალბატონი, რომელსაც რა ქვია, საუმბრად და საბრძოლველად იქ არ მისულა, მივიდა იქ ადგილზე ისტორიის და ამ ყველაფრის რეალობის აღსაწერად. ამიტომ დღეს არ მოხერხდება ეს ყველაფერი, მომავალში შემდეგ კიდევ ავლენ და კიდევ გადაიღებენ აი ამ ტერიტორიებს, გაყიდულ ქართულ მიწას. რაც შეეხება ქალბატონ დენიზასთან, ჩვენ გეგმავთ მომავალში აუცილებლად მოვახდინოთ როგორც ვიდეო ეთერები და დიალოგი, ასევე მოკლე ვიდეო ისტორიები, ისტორიების შექმნა, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის დღევანდელ გადაგვარების ეპოქაში, ზნეობრივი გადაგვარების ეპოქაში მყოფი საზოგადოებისთვის, მომავალი თაობისთვის, რომ აი ესეთ ადამიანებს უნდა მოусმინონ და ესეთი ადამიანების ნათქვამი უნდა იქნას გააზრებული, რანი ვართ, რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი შეიძლება ვიყოთ. პერსპექტივა ძალიან მძიმე და ძალიან ცუდი გვაქვს, არა თუ ზნეობრივი და მორალური დეგრადირება ქართველი არის, ასევე ფიზიკური განადგურება და სამშობლოს დაკარგვა ეს შემდეგ. ანუ მე ირაკლი ცაგურია, ამას თქვენ მე მწერთ ამას, რომ მე ვარ ჩამორჩენილი, ასე რომ ვაზრუნებ. ნუ რა ვიცი, ახლა ზოგიერთი ვისაც სამშობლო უყვარს, საერთოდ ყველა სულელია და ყველა ჩამორჩენილია საქართველოში თუ ავიღებთ. რა დროს სამშობლოს სიყვარულია, ფული იშოვე და კარგად იყავი.
ამიტომ არის რომ საქართველოში ვინც იბრძოლა ამ ქვეყნისთვის, ვინც სისხლი დაღვარა, ამიტომ არის ქართველი მეომრები და ქართველი ვეტერანები ასე სულში ჩაფურთხებულები, ასე გაღატაკებულები, 100 ლარის სამადლოდ დანიშნული პენსია, ისიც თუ არ მუშაობს და გამომდინარე აქედან აი ეგერ არ ვიცი ვიღაცა არ ვიცი ირაკლი ცაგურია უწერია სამაგეროთ ირაკლი ცაგურიასნაირი რა ვიცი ეს საერთოდ ქართველიც თუ ეს საკითხავი არის ნაბოზრები ჩათლახები თავისი მშობლებით ურთ ნამდვილად ასე ვიტყვი იმიტომ რომ ბევრი იმიტომ გამრავლდა რომ წინაპარი ლაჩარი ყავდა ყველა ომს დაემარა 92-93 წლებში როდესაც ომი და უბედურება ტრიალებდა ესენი დუბაიში დარბოდნენ 2008 წელს რომ ომი მოხდა გაიქცნენ ან სარფის საბაჟოზე ან სადმე ემაში რა ქვია სადახლოზე და ესე შემდეგ და გამამდიდრეს იქ აზერბაიჯანელი და სომეხი მებაჟეები იმდენ ფულს იხდიდნენ რომ გაქცეულიყვნენ. ახლა ნუ აქცევ ყურადღებას რა არის ახლა ესეთი ბიონაგავი ადამიანები რომელ ბიონაგავ ადამიანებსაც ეკუთვნით თავისი არა სამწუხაროდ ლონდონში ჯერჯერობით არ მაქვს ასეთი სიტუაცია ასე თავისუფლად გადავადგილდებოდე ბრიტანეთში არ ვაპირებ ჩამოსვლას. ხო და აქედან გამომდინარე, ჩემო კარგებო, მინდა ერთი ძალიან მარტივი რაღაცა გითხრათ. მართალი არის აი ეს ირაკლი ცაგურია, ჩვენ ვართ ჩამორჩენილი დებილი აზროვნების ადამიანები და მე ვიტყვი რატო. მე უბრალოდ იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე ვიტყვი ამ ყველაფერს, რომ ჩვენ რომ ვაძლევთ ამათ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ამ დღეში, რომ საქართველოს იქნას განადგურებული, იქნას შეურაცხყოფილი, ამათ არ ევალებოდეთ ქვეყნის ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, არც იომონ, არც იბრძოლონ, არც იშრომონ და მხოლოდ საქართველოს და ქართველი ერის გაყიდვით საკუთარი კეთილდღეობა და თავიანთი უჯიშო შთამომავლობის კეთილდღეობა მოიწყონ, ნამდვილად ჩამორჩენილები ვართ და ამაში ნამდვილად ვამბობ, რომ ქართველი ერი რამაც დაუპა, ეს არის გადაჭარბებული ტოლერანტობა, გადაჭარბებული ეს რა ვიცი, მიდგომა ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომ ღმერთმა დაალოცოს ბიძინა, ამდენი სიკეთეა, ბოროტი როგორი იქნება, ცუდი როგორ ენდომება ქვეყნისთვის და მოდი, აბა ეხლა ქართველი ქართველს რამეს ხო არ ეტყვის. აი ეს ხალხი არც ქართველები არიან და საერთოდ საქართველოსთან არაფერი შეხება არ აქვს და რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს ადამიანი მევენაცვალე საქართველოს იმ შვილებს, რომლებიც ეთნიკურად არ არიან ქართველები, მაგრამ საქართველოს პატრიოტები არიან, ქართული საქართველოს პატრიოტები არიან, იმათი ფეხის ნაბანიც არ არიან, ამათ რა გვარებიც არ ბაგრატიონი რო იყოს, საერთოდ გვარად სულ ფეხებზე მკიდია. ამიტომ ეს ყველაფერი ასეა. ეხლა რაც შეეხება ქალბატონმა დენიზამაც ბრძანა არ ვიცი ჩემო ძმაო ну აგერ ახლა აფხაზი არის შემოსული და გვეკითხება რომ როდის მიგიღებენო ნატოშიო LGBT-ების ემაშიო რა ქვია გაერთიანებაშიო ახლა რა არის იცით დიახ ჩვენ დაგვცინიან აფხაზებიც დაგვცინიან ოსებიც დაგვცინიან სხვა კავკასიელი ხალხიც მარტივი მიზეზის გამო ამ სისუსტის გამო რომ ჩვენ მათ მივეცით საშუალება აი რა სიტყვიან ახლა რას პირდებით მე კოცებს მინდა მიუბრუნდე და ვკითხო რო გკითხოთ ხალხმა რომ თქვენ აფხაზი და ოსი ძმები და ესეთი ხალხი რას პირდება დღევანდელი კოცური ხელისუფლება აფხაზობას რას პირდებით კაი გასაგებია მანამდე LGBT-შნიკები იყავით და LGBT მარშის ჩატარებას აპირებდით სოხუმში გაერთიანების ნიშნად მაგრამ ახლა რას პირდებით ანუ ახლა აიაღაბიას პირდებით რომ თუ აფხაზები დაბრუნდებიან საქართველოს იურისდიქციაში ეს ის ნაბიჯი იქნება რომელი ნაბიჯიც იქნება შემდეგ აფხაზეთში ჩასახლდება ალბათ რა ვიცი 70,000 არაბი კი ყიდიან რიწაზე ბიჭვინთაზე იმაზე რა ქვია ოჩამჩირეში სხვა უამრავი ლამაზი ადგილი არის აფხაზეთში იმას რა ქვია მიწებს და
აშენებენ ასე სასახლეებს, როგორცაა აშენებული იმაზე, რა ქვია, ბაზალეთის ტბაზე. იმდენი რაღაცა მაინც ვერ უნდა ისწავლოთ იმათგან, რომ აი, რაღაც არ ვიცი, ახლა თუ ვინმე სწავლება ჭირდება, რომ ქართული მიწა არ იყიდება, რატო აგინებ ჩემო ძმაო, სწორს გეუბნება, რა უნდა საქართველოს იმაში, რა ქვია, ნატო კვატოში, აი ელემენტარულ კითხვას ვსვამ, ხო? ხო, რატო აგინებ? სიმართლეს ამბობს მაგ ადამიანი, კაცო. რა უნდა საქართველოს რაღაცა მართლა ნატო კვატოს იმაში ბლოკში. და რას ეტყვით, რომ ესა რა ქვია? იმიტომ რომ სასაცილო მდგომარეობაში არის. სასაცილო მდგომარეობაში არის, ჩემო ძმაო, საქართველო ჩავარდნილი და როდესაც სასაცილოდ გავიხადეთ საქმე, ეს ყველაფერი უნდა დავიმახსოვროთ და მივიღოთ ეს უნდა იმას ვქნათ, რა ქვია, გამოვასწოროთ ეს ყველაფერი. ხო, ახლა მით უმეტეს ნაჩხუბარი ხალხია და თავისი მიზეზები გააჩნია. ნუ ახლა სუსის ვირთხობას, პარიზის ლომობა რო ჯობია და სამშობლოს ღალატს ყველაფერი რო ჯობია, თუ იცი ეს შენ შეგაჭირვებულო, შესაწყალო, თუ იცი. ეს რა ქვია 1000 რჯულის ადამიანები ჩათესლილი ქართულ სპეცსამსახურებში და ესე ქართული კარგად იციან და ასე იქცევიან. და გამომდინარე აქედან ზუსტად ვღებულობთ იმას, რასაც ვღებულობთ. ხო, ასე რომ აფხაზებთანაც თანამედროვე საქართველოს ბევრი არაფერი არ აქვს ალაპარაკო. იქ სადაც ქართველს არ დაედგომება, მე რომ მოვდიოდი იძულებული რომ გავხდი რომ ემიგრაციაში წამოსულიყავი და ერთმა აფხაზმა მომწერა, მე ხშირად ვადევნებო საქართველოში მიმდინარე მოვლენებსო თვალყურსო და ძალიან კარგათავა რომ ინფორმირებულიო რაც ხდებაო და სხვათა შორისო გადევნებდიო მე შენი მსმენელიო ვიყავიო და მე მაინტერესებსო ერთი ეგეთი რაღაცაო. ქვეყანაშიო სადაცო საკუთარი ერის და საკუთარი სამშობლოს პატრიოტებსო არაჩერებენ და აიძულებენ რომ ქვეყნიდან წავიდნენ, იქ მე სადმე პატიჟებიანო, მე ამას ვერ ხვდებიო უბრალოდ. თუ მისი ქვეყნის პატრიოტებს არ ედგომებათ საქართველოში იყო და მართალი იყო ეს ამბავი. მართალი იყო ეს კაცი. ვერაფერს ვერ ეტყოდი. ხო და გამომდინარე აქედან ხო ობიექტურები უნდა ვიყოთ. დღეს რომელ საქართველოში ვეპატიჟებით აფხაზ დაოს? საქართველოს გული არის, ძმაო, საქართველოს გული არის აფხაზეთი და საქართველოს განუყოფელი ნაწილია, მაგრამ დღეს თვითონ საქართველო აღარაა საქართველო. თქვენ ამას საქართველოს ეძახით? სადაც ეს დაყიდულია და 137 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა არის გაყიდული და სადაც ისა კაციშვილს არ აინტერესებს ეს პრობლემა, ამას საქართველო ქვია, სადაც აი ბაზალეთზე აგერ რა ხდება. სადაც იყვნენ ბატონები ასულები, ამას საქართველოს ეძახთ, არა ეს საქართველო. ეს ტერიტორიული ერთეული კი საქართველოს კუთვნილება, ეს არაა საქართველო და ქართული მთავრობა. ეს არის ნებისმიერი ძალის მთავრობა, მაგრამ არა ქართული. ამას საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს და ესეთი მთავრობები ვერასდროს ვერ მოაგვარებენ პრობლემებს ვერც აფხაზებთან და ვერც ოსებთან ისეთ ცნობისთვის. აი რო გაყიდეს ძმაო ეს ქვეყანა და გაყიდული რო არის ეს ქვეყანა შენ შემო ბატონო. აქედან გამომდინარე, ასე რომ ძნელია მოსასმენია კრიტიკა, მაგრამ ჩემო კარგებო, უნდა მივიღოთ. და რაც შეეხება აფხაზებს ძალიან ბევრი რაღაცა აქვს ჩვენზე სათქმელი, მე არაერთხელ მქონია მაგათთან დიალოგი და უთქვიათ ის, რომ ქვეყანაში სადაც ზვიად გამსახურდიას, რომელსაც ჩვენ ვექვემდებარებოდით და ვემორჩილებოდით, არ დაუტოვეს. ახლა შეიძლება მილიონ მიზეზს მოგიგონებენ, მაგრამ იყო ამ ყველაფერში სიმართლე. და ამბობდა მეუბნებოდა ასეთ რაღაცას მეუბნებოდნენ, რომ ქვეყანაში სადაც კანონიერი ხელისუფალი დაამხეს, გააგდეს და დაიწყეს არევდარევა, რა თქმა უნდა ჩვენ მის წინააღმდეგ გამოვედითო. ახლა შევარდნაძე რომ ქვეყანაში სასუცხრებელი არ იყო და სააკაშვილი საქართველოში სასუცხრებელი არ იყო და ივანიშვილი თუ საარსებო არის, საერთოდ და კოცების საარსებო არიან, მე მგონი ამაში ვერავინ ვერ იმას, რა ქვია, შემედავებით და
ალბათ ამ ყველაფერს რო უყურებენ ახლა აფხაზები, რაც არ უნდა უძახოთ თქვენ, რომ აი საქართველოს შენდება და თქვენ სადაღა, არ უნდათ ესეთი აშენებული, რომელიც მიწა იქნება სხვისი. რუსები აცმევენ, აჭმევენ, ახურავენ, იცავენ, პენსიებს აძლევენ, ხელფასებს აძლევენ, რუსი ტურისტები თუ გაცული და რუსებზე არ ყიდიან მიწას, ეგრეთ წოდებულ ინვესტორებზე და რამხელა ამბები იყო ატეხილი რაღაცა დაჩის გამო და რაღაცის გამო. ხო. და ჩვენ აი აქეთ ნორმალურ ნაწილს არ გულისხმობ იმ კატეგორია ნაგავ ხალხს, რომლებიც დაასუკრავენ საქართველოს გაყიდვას. ანუ აქედან გამომდინარე, მოდი აქედან დავიწყოთ რა. ელემენტარულ კითხვას დავსვამ, აი ჯვარს შეურაცხყოფა რომ მიაყენეს და ჩვენი სიწმინდე წაბილწეს. აი მდინარაძის კანტორას აგერ ყავს მისი ნასეტკა გამოგზავნილი ირაკლი ცაგურია, რომელიც ჩვენ ლანძღვა, ირაკლი ცაგურია უწერია სინამდვილეში ვინ აღმერთ მაინც. ჩვენ ლანძღვაგინებაში რო არის და არივაში რო არის ეს ყველაფერი. იმის მაგივრად რო ის გამოეძიებია, მართლის იმას მე რა მოხდა. ვინ გააკეთა ეს, ვინ მოგვაყენა ამ ხელა ის შეურაცხყოფა. მაგრამ არ აინტერესებთ. ამიტომ ეს არ არის ქართული სახელმწიფო, ეს არ არის ქართული პოლიცია, ეს არ არის საქართველოსთან ამ ყველაფერს არაფერი. მე რა რო ქართულ ენაზე მიდის ლაპარაკი, თუმცა მალე მაგასაც მოიწილებ. არ ვიცი, მე საერთოდ არ ვერჩი ამ აფხაზ არაფერს, რომელიც შემოდის და თავის აზრს გამოხატავს ბევრ რაღაცაში, ბევრი რაღაცა გასათვალისწინებელია და სასწავლებელია და მაგრამ ახლა ხალხი რომლებსაც ერთმანეთის ოჯახის წევრების ჭამაზეა უკვე ხალხი გადასული, იმათ რა რომელი აფხაზების შერიგებაზე და ოსების შერიგებაზეა ლაპარაკი ეს რომ რაღაცა გააკეთოს ადამიანმა პირველ რიგში ჯერ ერთიანი უნდა იყოს საზოგადოება და საზოგადოება არის ჩვენთან დახლეჩილი. და კარგად მოისმინეთ ეთყობა რაც თქვა პატრიარქმა გამოაცხადაო ის რომ არ გაიყიდოსო მიწაო და მე უთხრა პირდაპირ უთხრა რომ სამწუხაროთო ჩემი ძალებიო არ იყო იმას რაც შევარდაძემ მოინდომა. აი ესაა რეალური შედეგი და რო კითხვა ამ ხალხს ყველა მთავრობა ზვიადის გარდა თურმე პატრიარქს უჯერებდა და უსმენდა და პატრიარქი როგორც იტყვის და ჩვენც ასე და აი ამ ხალხს ბროც რო შეკითხვა ამას ვითომ ვიცი მე ქრისტიანობასთან რა შეხება აქვს ამ ხალხს თურმე პატრიარქის გულისთვის რო თავს გაწირავენ და პატრიარქის გულისთვის თავს გაწირავენ, აგერა ხელის გულზეა მაგალითი და ეგ იაკობები და ეგენი დარბიან და იძახიან, ნუ რა პატარა ჭკვიანად აქეთკენ და ასე შემდეგ. გამოდის ეს უმადური რატო უნდა ხოცავდნენ სუსის ნასეტკაო ისა ხალხი ერთმანეთს ქუჩებში რატო უნდა ხოცავდეს ხალხი ერთმანეთს ქუჩებში რატო უნდა ხოცავდეს ქვეყანაში უნდა არსებობდეს სამართალი და კანონით უნდა ისჯებოდეს ნაციც, ქოციც და სხვაც რატო უნდა ვიყო ამის გამო მადლიერი ან ვის აშინებთ ბიჭო ეს ქოცები ვის აშინებთ ამ იმით რა ქვია ომით და უბედურებით ომი არა ომი რომ მოხდეს ქვეყანაში გლეხთა გაჭირვებულ ადამიანს რა აქვს დასაკარგი ერთი სახლი აქვს და აბსოლუტური უმრავლესობა ქართველების ქონება ჩადებულია ბანკებში პირიქით თუ ომი მოხდება შეიძლება არც არავინ აღარ მოთხოვოს მე ეს სიტუაცია თქვენ აგაქვთ დასაკარგი ბიძინა ივანიშვილს დასაკარგი და ქოცბანაცბან დასაკარგი მაქვს ქვეყანაში ბევრი რაღაცეები და იმის გამო რომ თავს არ იკლავთ მე მაგის გამო მადლიერებას ვერ გამოვხატავ კარგი ჩემო
Абхаз, я не знаю, что ты имеешь в виду. Там правнуки Гитлера проживают. Гитлер любил свой народ. Свой народ Гитлер любил. В отличие от этих. ხო, ახლა არ შემიძლია რომ არ შევეხო ხვალინდელ აქციასაც, რომელიც იმართება, მე ჩემი პოზიცია არის ესეთი, რომ როგორც მითქვია, იგივეს ვამბობ, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე რაც კარგი არის და რაც გჭირდება ამ საქმისთვის, ამ ბრძოლისთვის, რა თქმა უნდა, ყველა უნდა მივიდეს აქციაზე და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა დააფიქსიროს თავისი აზრი და შემდეგ რაც ვინც რას იზამს და რას გააკეთებს, გამოჩნდება შემდეგ. ხო, არ ვიცი. რამდენად ეყოფა. მე ვიცი ერთი რომ ეს პროექტი თუ განხორციელდება საქართველოში, მაშინ საქართველო აღარ იარსებებს და აქცია კი არა, ამ ყველაფრის წინააღმდეგ აგერ ირაკლის ნაირები უნდა გამოიყვანო და ყვერებით უნდა ჩამოკიდო. არავინ არ დაიხსნის ქვეყანას უცხო ტომელებისაგან, ისევე როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის არც ერთ სხვა ქვეყანას არ უუმია და არ უბრძოლია. საქართველო უნდა დაიხსნას ქართველმა ადამიანმა. ქართველმა ადამიანმა და საქართველოს შვილებმა. მოიღონ ხმა და დაიხსნან და საკუთარი ბრძოლით უნდა მოიპოვონ დამოუკიდებლობა. საკუთარი ტერიტორია. დაპყრობილია შენი ქვეყანა და განთავისუფლება ჭირდება. გადაეცი შენ მე პატრონეს მდინარაძეს და გადაეცი უშიშროების ჩინოვნიკებს, რომ აქ ჩამოვიდე, ამ ვერც მაგ ვერ მიზამ ვერაფერს თუ სახელმწიფო ინსტიტუცია არ მომიქცია შეკათამო, მაგრამ გადაეცი ესეთი რაღაცა, რომ სანამდე მოსულან არაბები და დიდი არაბობა დაწყობილა და ზოგ-ზოგი ერთისთვის თავი დაუჭრიათ და ზოგ-ზოგი ერთისთვის ცოლშვილი უხმარიათ და თვალწინ დაუდვიათ. მანამდე გააკეთოს რაღაცა და ნუ არის მტრის სამსახურში. და შენაირი ვირთხებისთვის. კაი, მე ვერ ჩამოვდივარ და შენ ხო ხარ მგელი და მოგცე, აი, მისამართს გაძლევ პირდაპირ. პარიზი, მე-16 მიკრორაიონი, პორტ დოფინი, მეტრო, პარიზის მეტრო, სპონტინი ქუჩა და აქვე არის ბულონიის ტყე და გადავიდეთ. და თუ ამნაირი ვაშკაცი ბიჭი ხარ, გავარკვიოთ ერთი შენ ვინ გდიხარ და რას წარმოადგენა. ღიათ ამაკ აგერ მოცემული მისამართი და გელოდები. მეტი რა გითხრა. თუ არა გაქვს მგზავრობის საშუალება, კიდე და ღირსება გაწუხებს, მიაგიღებ ბილეთს. და გამოგიგზავნე. არა, მე-16 რაიონი კაკრასროს ცენტრი არის. მე-16 რაიონი ცენტრი არის ტრიუმფალური არკის გვერდით. ჩამოდი. გელოდები. კარგი, დაგემშვიდობებით, ჩემო-კარგებო, ვნახოთ შემდეგში გავაგრძელოთ ყველაფერი ის, რისთვისაც იყვენ ჩაბრძანებულები და გვექნება საინტერესო ლაივები. ხო, ტრიუმფალური არკის გვერდით არის უბანი, არის ცენტრალური უბანი, არის ძალიან ახლოსში არის ეიფელის კოშკიც და ყველაფერიც. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.